რა კაი დარტყმა იყო. არა, რა კობრი, აუ გააძურა. გორჩილა ძმა, იმენა დარტყმა, აუ სასწაული დარტყმა იყო. იდე. როგორ წაიღო ბიჭო ეგრე? ან კაი ზომა იყო და თან კაი სამი დარტყმა ერთ გატარებას. რას იცახე ბიჭო რა ხდება? თან კაი ზომა იყო. შენს. სტორუს ტიტანიკიც შეცვლდა შაორზე. მე და ჯანო. სალამი ჯანო. მოვედით შაორზე, დილა არის შესანიშნავი. 7-ს გადაცდა. გუშინ ჩამოვედით. ცოტა დავზვერეთ. მას ადგილები ვნახეთ. და დღეს უნდა გავაგრძელოთ. სამიზნე, ქორჩილა. ჯანო, როგორი ქორჩილა? აქ უკვე სამბაკლიანია, რო იცოდე. აქ სამბაკლიანებია ძმა. სამბაკლიანი ქორჩილები და 40-ები უნდა ვიპოვოთ. წერები, ხო? შევბეროთ. არაფერი ისეთი ზომა, მაგრამ კარგად ებრძვის ბიჭო. აი, მინდა შესანსლა. ორივე ნემსკავს უკვიდა ცილზე. ძალიან მაგარია. ტაფელა მუშაობს, ბრატ. ჯეკოლის ტაფელა. ამას დავარქვათ ტაფელა. აუ, მაგარი ნემსკავია ძალიან თან და. კი. შენ ტელსპინერით ხარ? შენ ციკად წწევ? ოპა. მე ტაფელათი. ტაფელა. გავუშვათ ცოტა მარჯვნივ. ურა, ის მიფრინავს ბიჭო. ძალიან კაი ფრენა აქვს. ბასი ჭერენ ძალიან მაგრად იაპონელები ამის და ქორჩილას არ უნდა მოეწონოს შემგონია. ამის პატარა ზომაც მაქვს, მე პატარასაც გავტესტავ. მაგრამ ჩვენ გვინდა სამ ბაკლიანი ქორჩილები. ამოძრინება. Всё, გაგაზა. შოქში. საღო. სამბაკლია, დავაი, წავიდა. ჩემი რეკორდია. დავიდა ჭერა. უნდა იყოს კიდე კაი რაღაცები. მარტო არ იქნებოდა ეგ გაიძვერა. ვაიმე რა ჩარტმა იყო. მაგერ დაუბანა, ხო? სკერზე, ხო? სკერზე. ავშეს. არ ველოდებოდი. შემდეგს გადაიხარ. ასა ქვებივით ვედებოდი თითქოს. კი. ქონდა ხო? კი. ეგ არის? ეგ არის. ბრავო, წავიდა. არა შენი რა გავშ. მიდი, კაცო, მიდი, დაიგიდე კადრები. გარი, იგივე ზომა, ჯანო, ბრავო. ჩავიდა თუ არა ეგრევე აიღო. რა თუ ეგრევე აიღო. ნოს ატრიალებს. აი ამოიღებ მე თორე არ ახლართოს. ნო მან, მაგის ქვეშ დგას. რა დააბაბანა ბიჭო. აი ეს მართლა. იგივე ზომა, ხო? ოპა, აბა. ეგ არის. Completi Leo, adesso aos.
ახლა ქორჭილა ბიჭო. ჩემი ტაფელაზე დაჭდა ძმა. არა, ჩემი ცოტა პატარაა. ნელ. შერატლინი გინდა. ხალხი არ შეყარო შედაკ. ცოტა ჩუვადი იყავი. ზემოდიდან ორი ბატონი. იმენა იგეთა რა. ნუ ჩემი პატარა. ადი. ოო, ჯადოს. ძალიან არ იყირო ხა? თორე მოგვაკითხავენ აქ. პაჯოპნიკები. იმენა თავზე. თეთრ თევზებსაც ვედებით. მეგონი მაგის ქვეშ დგანან ეგრე. როგორ იყო იცი? რაღაცას მოვედე. აჰა. გამოვწიე და მე ეგრევე ჩა. თეთრ თევზებს ვედები იმდენიერი. ბაგორზე იყო უეჭველი, იმიტომ რომ მოვედე და დავძარი და მოვედო. ოო, ჩორტ მოიყო. დაინახე? დავინახე წელი ჯოხი დაკეტა შევი. იღებ ხო? ეს ქორჩილა. ეს ჩვენ თევზია. ბიჭო, მოდის. 8 დავიჭერდი. ეს თანცარის, თავის თანცარის, ჩვენებული, ჩვენი ძმა. ტაფელაზე ძმა. რა. აიცი ჩოგაბადე. ეს ფიგურა შევიდე და სპეციალი. ჩემი რეკორდი ხო არ უნდა მოხსნა. ეს რა, ბიჭო. ვარა, ნუ ეგეთი არა. პირველი რა იყო. ხერხელა. სადა აკრატლინი და იდეალურად იმენა იყო. რა კარგად ჩავარტყათ, ხო? არაფერი თვალი არ დაუზიან და გარეკანი. გარედან არის, არა ვიშ. ბრავო. აი საკუპარა. აი ეს არის ჯეკოლის ტეილ სპინერი. ჯეკოლის ტეილი. სუპერ. დაკათათი. აბარა. მოგითხარი, მოგიყვან თქო. ეჭველი. სუპერ. გეუნები კანკალა. კაი, ახლა ჩემი ჯერია. ეს ჩემი ჯერია. ეგარი. გაცხელდა? გაცხელდა კლეონ. პატარა. არ არის პატარა. ცოტა მარჯვნივ გაწიეჯახე, მეც ჩავაგდო. ჩემი ჯერიაო და დამასწრო. აი, ასეთი გადავედა. აუ, კიდე კობრი არ გამოვედოს ახლა, ჰა. მაშინ ჩუგავად. სუპერ. ეგ მალე გავუშვი რაღაც ავანტყოფია. ეს არის ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო თევზაობა. 100%. ბრავო. ეგარი. აბა სხვა ფერები ვცადო ჯანა. სხვა ფერი მიტოცადო. ბიჭო სტანდარტია რა 54-იანები ნახეს. საოცარი თევზაობა ძმაო. ირდა წამოსვლა. ასიცა. ადი შეხელითაც აგიყვან. არ გინდა რა, არა, მინდა. ეს 40-იანია. ო, ცოტა ნაკლებია. ცოტა ნაკლებია.
ამაზე დიდხანს შეჩერება არ ღირს. აი მაინც. იდეც გადახوار დავაკეთე მეც. რატლინი, ციკადა არ არის ეგ. კი. დავაკეთებ სხვა ფერს. ჯანეს, ამ მშვენიერ ნოტაზე ხო არ უთხრათ ჩვენ მომხმარებელს, სპინინგისტებს, რომ ჩვენ ვართ ჯეკოლის წარმოადგენლები საქართველოში. და სხვათა შორის გილოცავ კიდე ერთხელ. აი, კარელევან. ნამდვილად მაგარი ბრენდი გამოდგა და ძალიან ხარისხიანი სატყუარებია და შედეგიც იაპონელები შემოვიყვანეთ ჩვენთან. ხო, რა მიზანი ეგ იყო, რა ტესტირება, ანუ ეს საბასია, ხო იცი, რომ საბასე რატლინებია. ეს არის TN60, პატარებიცაა, დიდებიცაა. 12 და 7 გრამი, რა 13 გრამი. ჭხრიალა, ეს არის მაგალითად ეს ვოლფრამის რგოლებით, ეს ბურთულებით არის, ეს ჩვეულებრივი ბურთულები. ესეც ვოლფრამით არის. ნახოთ ეს სფერებიც, აბა. ნახოთ, მე ამ ფერს გავტესტავ. ხო, ეს ტაფელა რო დავარქვი, ეს მუშაობს. არ ვიცი, თუმცა ეს ტუჩი ვოლფრამის აქვს. ესე მოცოცავს. LGBT ფერი, ნახოთ აბა, ვარდის ფერი. არის? კაცო. ო? ნატურალური ფერები მოწონს. ნახოთ ვარდის ფერები როგორ მოწონს. ახლა გასმის. ძალიან მაგარი ფრენაა, 12 და 13 გრამია და შესანიშნავი. ჰა? ვედები, როგორ თევზებია. დიდ მგვალ რაღაცას ვედები აშკარად რა. არ გინდა კობრები აგას დაანებეთ. გამოდი ეგრე შენა. ჩავედი. და ვჯიგავთ რა, ორი ამოხვევა პაუზა. ერთი ამოხვევა. აი, იყო რაღაცა. შეტევა იყო და არ დაჭდა. ან თეთრ თევზებზე გადავხოხი. ბიჭო ვერ გაიგებ თეთრი თევზია თუ ჩარტყმა. მაგრად მზე უწყავდა? კი. ო, ვერ ნახე წაღან ანკესი ლომის გამაგდები. არა, იმენ ანკეს უყურებ და დაკეცა ანკეს. კი. გასდა? ეგარი. Super რატლინები ჩემო ჯანო. რა სილიკონი, ბიჭო, რატლის ბაგუნებს გიჟივით. ძალიან ხარბად იღებს თან. ძალიან ბიჭო რა ჩარტყმა ქონდა იცი. შენ ჩემპიონში ხო არ ხარ, გონი კი. კობრი ხო არ დასი? იგა. ამ კობრება ხო ტიდი გავურღა, ბიჭო. ოღონდ თითქოს მოდის. ზონი ლაითია, ხო? არც ისე. თათედროს გვაკარგინებენ ეს გნიდები. მიდი შედავიყვანოს თავში უნდა ვურწყავ ეს რატლინი. კაი მე დროებით აქით ვისვრი. არ შეგიშალოში. ანუ არ მიყვავს. ხლავე ძმაჯა. ირითა, ბიჭო, ყობს აღებული და რა ხარ? შელა კობრია, ხო არ ხარდა. აუ, რა სიძახი პირით აქ ასე. საო. ნელ, არიჩქარო. კაფსია. კაფსია და ჩოხი ამუშავე, ფრიქციონი ამუშავე. სანამ ჯანო ყოფთან ერთობა. აუ, აი. იდეალური გამოდიდა. ერთი ქორჩილა დაიჭირეო მითხრა ჯანო და ნახოთ აბა. ხოიდან როგორ ნება ის მოდმოსაწე იცი? ეკრევე. ბაგუნი გაუკეთას. ადროს კობრია, მოაშორია, გაწყვეტე ვაფშე. აშალო ჩორტო. გიჯი ქორჩილის წერა რა კობრი.
კარპატნიკი ხარ თუ სპინინგისტი ხარ? ახლა რა კორჩილები უბრაგუდები ბიჭო. რა კობრი, რის კობრი. ადიაკა. აიგე? LGBT ფერიც. მოეწონა. აბარა. სანა შენ გაერთობი? მე ჩემებურად გავერთობი. ნუ ეს 40-იანია, 45 არ არის. ამიტომ უცერემონიოდ გავუშვათ. ეს შუქნის ანაფერიც მოეწონა. სტანდარტულად ჩაძირავ, ოღონდ დაკეტილი რატლენს უყვარს დაკეტილი კოჭით ჩაძირო, ამიტომ რომ უფრო სწორად ჩადის რა, თორა და იბურდება. გატარება საფეხურები რა. და პინჭოტა. აუ გაცურა. აუ რა ზომა იყო, იცი? ძალიან მაგარი ზომა იყო. დაარტყა და გააქვავა და გაკაჩაცა თავისკენ. უი. დავი მიდი. ვაუ. ბიჭო რატლინებით მაქვს მე ნაჭერი ადრე. არა ეს ნაპირიდან. ზაფხულში ალგეთზე რა. ხო და ესეთი ზომები და ეს რაოდენობა და მე რეგიო კეტავ. ეს რაოდენობა ნახოთ არ მიჭერია. საგიჟეთია. ო, რა კაი დარტყმა იყო. და? აბარა. აბარა. აი ვარდნაზე კლასიკურად სილიკონივით ვარდნაზე იღებს რა. ჩემთან გატარებაზე აიღო რამდენიმე სხვათა შორის. ვარდნაზე ნელა შხრიალი, მე ეცემა და ნარნარებს და ეგ მოწონს ჯიგარს. სუპერია. ო, ხელი დამაწყდა ბიჭო ამათ ამოყვანაში. ინა ბასები არის, ამიდა არა. ამერიკულად ამოყავს მე ჯიგარო. მე გავუშვილება და მამოიყვანა რაზე? ჯეკოლის რატლინზე. აბარა. ნატო არა რომ მე ესეთი კლევი არ ვიცი, არც გამიგია ვინმესგან, რომ ესე ეჭიროთ რა ტიპის ხოხია. არ გამიგია რა ვიცი. იგრე ბევრი ვერ იჭერს რაო. ბიჭო აქტიურთეს უფრო მალე პოულობს, ნაო რას ამბობ. სტანდარტული 44-იანი. რა სიძახ, ბიჭო ეს გონი რაღაცას წაუგრძე. რა ზომე ეგრე. აგერება ჩვენ ქვემოთ. ეგარია. ჩვენ ქვემოთ დგას. არა პატარა. ცოტა პატარა. ო, რა პატარა, ბიჭო ნახე. იმენა გადასამსლა. გემი ჟორი ვინ არის, ვინო? გემი გაჟორებული თევზი ვინ არის, ვინო? Super. საკიჭეთი. ო, რა მშვენიერი დღეა.
იცი რა? მე მგონი ლუდის დრო მოსულა. ეს მიმსახურებ. არ გეკუთვდი? გუში ყავაზაც არ ვისახურებდით. და თუმა დავჯექით ჭამეთ. როგორც ძია სტერი ვაიტყო და ოპიტნი პრეპიოშ. აჰა. ну არა ძებნა უნდა რა ჯანო უნდა ეძებო რა ეგრე არ არის მიადგე რაღაცა ეს ეგ არის თელი რაც როგორც არის ბრავო კაზრა კაი დარტყმა იყო კარს უტყავს ბიჭო რატლინზე უტყავს აგიჟეთია რა არჩე ესენი ეს ხო 13 გრამიანებია ანახე შენი ბიძაშვილები აღირა ლამაზებია просто და თალთესაც რო იჭერს ძალიან მაგარია ესენი 18 გრამიანებიცა 80 ანუ ეს არის TN60 TN80-ებით ძალიან აქტუალური კი TN80-იც აქტუალური იქნება ფარგას იცი რა მაგრა იჭერენ უკრაინელები რუსები მაგრა იჭერენ ევროპაშიც ჯიგაობით რა შოულები მოგეუნები ბიჭო სილიკონს თავზე ანებებო ტიპებმა მითხრეს ეგრევე Bravo. აუ რა კაი იყო. რაზე აიღო? ო ბაბანი. ლევანა ბაბანი იყო იმენა ჩართმა იყო მოშანი. მაგარი ჩართმა მქონდა. პირველზე წაარტყა ის სხვა იყო და მაგის ბიძაშვილმა აიღო. წლის თევზაობა ძმებო. ეს არის წლის თევზაობა, შემოდგომის მიწურული. ამას უყურე. ეს რაღაცა კაი გძელია. არასტანდარტული გძელი. მოიპანე ერთი დავალტავოთ. რაღაც არასტანდარტულად გძელი ჩანს ეს. ეს დავზომოთ ლევანი. ავზომოთ, მაზარია. ეს ფიგია. გამწუწა. კაი. ესეთი ამბები გვაქვს. კი, ეს გაზომე. ეს შეიძლება 45 იყოს და შეიძლება მეტიც. ლევანეს რაღაცა მონსტრია. არა. 45. აუღათ. Უშენ. 47. 46 ნახევარი. 46 ნახევარი. აი საღლევა. 46 ნახევარი. არა ეტყობა ეგრევე სანტიმეტრები ეტყობა. ლევან თასოშვილს. აიცა. იმისთვის რომ ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო თვეობა შეგვიძლია. ესეთი ემოციები არასდროს არაფრისგან არ მიიღია. და შეიძლება სპორტულ აქტივობას. აგვიმარჯოს ლევან რა. სულ ესეთი თევზაობები რა. და ყველას უსურვებ რომ გაგიმართლოთ თქვენს იპოვოთ თევზი და აი ესეთი თევზაობა აგემთხვეთ რა. გაგიმართლოს ამოჭრი. ეს გამართლება არ არის. ეს გამართლება არ არის. ჯიგარი ხარჯანეს გვეთევზავებოდეს. აუ რა გაია. ამას ქვია თევზაობით დაღლა. აბა თეილი ვნახოთ, წადოთ თეილ სპინერი. ო შავი თვალები აქვს ეს მაგარი გნიდა ბავშვი იქნება. თანაბრათაც არ ატარებ ხო დაჟე? მე თანაბარი გატარება და პაუზა. ასე გადმოვედი კობრის თავზე გავიარე. ზეჭი კი, ვეჭერ. ო, პაპა. კორჩილა, კაი კორჩილა. სტანდარტული 45-იანი. რაზე იჭერ ლევან? ჯაკალის თეილ სპინერზე, ბრატ. სოთაშორის თანაბარი გაუტარე. ოდნავს კერიდან წამოვედი თანაბარი 3-4 ამოხვევა და აიღო ეგრევე.
კაი ზომაა ბიჭო. 20 გრამიან ჯოხს ნახე. შეკენას ბოლომდე აქ. ოი, რა კაი ზომაა. სტანდარტული 45-ია. იმედი არ დაუზიანდება. არა, ამოვიღებ. ესეთი სტანდარტული შაორის შემოდგომის მიწურულის კილონახევრიანი ქორჩილა. დებილო. ნახე, ეგრევე მოძრა. ესე იგი კარგად ატარე ყველა. ტუჩებით ეჭირა. Tail spinner-ი. დადი. რა დაარტყა. რა კარგად დაარტყა. თანაბარი თუ როგორ იმაშია? არა, ეხა მასე საფეხური გაუკეთე და ვარდნაზე აიღო. პაპა. ბიჭო. ჯანო, ჩვენ მეგონი დავიხოცეთ და 60-ში ვართ. ბიჭო, რა ხელა, არ ვიცი რომელი გავზომა. პატარა რატო არ მოდის რა მაგას ვერწე. პატარები არ გვინდა ჩვენ და იმიტომ. Das ist jetzt. Aber da. და შევისვენეთ პური ჭამეთ თითოეული დავლიეთ და გადავატარე კობს. გადავატარე, ხო? გადავატარე კობს და ქორჩილამაც დაუპაპუნა. ადიძიასთან. დარტყა, ხო? ხო, არა, ანუ ჩარტყვას ეგრევე ხო და პაცეჩკას აღარ ვაძლევ ყველაფერზე რა წეღან. რა ყოველმა თუ პირით არა იყო აღარ დავიჭიროთ რა. დაიც ბაბოსი. ტენი გაბურღეს მაუ. გარი მაგდენი დრო ეხა კობრზე ხარჯო. ამ ხელა გზაზე ჩამოსულ ვართ ამოდენა ხალხი. მოდი აქ ბიჭო. აჰა. Superskija. Evo ću se vas. Jak. O. Patera papasuna, pasasuna. Begori kargat aigო. So good. Leti. რა კაი დარტყმა იყო. არა, რა კობრი, აუ გააძურა. ქორჩილა ძმა, იმენა დარტყმა, აუ სასწაული დარტყმა იყო. იდე. როგორ წაიღო ბიჭო ეგრე? ან კაი ზომა იყო და თან კაი სამი დარტყმა ერთ გატარებას. რა სიცახე ბიჭო რა ხდება? თან კაი ზომა იყო. შენს. აუ ეს კარგია. აუ არ შეიხლართონ ხა ერთმანეთში. შედიქით გაწვიე. ქორჩილა მაკონესაო ამას ქვია, ბიჭო, ხელი აღარ მივარ. წელი, არაფერი აღარ მივარ. ეს კაი ზომა ლევან. რომელი იყო ცუდი რა. არა, ეს მენა. არის ტაშტები. აიცა ფოტო გადავო. აგინდა თევზის სამოყვანო ტუჩით გასწავლე ძმა. ჯო, ეს კაი ზომა. ეს პირდაპირ იმსახურეთ. იმსახურეთ ბაზარი არ არის. ეს პირდაპირ. გვეკუთვნის. არა, ყველაფერი ის არის რა. როგორც უნდა იყოს. ეგრე უნდა იყოს ეგრე. მაშ.
აქ ფრაიერები არ უზიართ ჩემო. ნუ წეგან მაგარი დარტყმა იყო ძალიან. მაგარი დარტყმის სულ მაგრა უკავს, ლეო, სულ მაგრა. და როგორ გაკაჩა თან? ის ხო, ის შევოტნევით იყო. ხო. ეგრე იცის ხოლმე ზოგჯერ ქორჭი. კარგია. კარგია. ამან ტონკათა იყო სხვათა შორის. ესე ტუკ ეგრე. მაგრამ ჩარტყვი. კი, ჩარტყვი. არა, მოდებას აღარ პაცეჩკას აღარ უკეთებ. კობრი იქნება და აზრი არა. კობრის დრო აღარ გვაქვს ჩვენ, სათამაშოდ არ მოსულართ. დიახ, დიახ. სასლა, სად არის? სად არის? აბა ერთი მანახე სად არის? აქ ყოფილა. ეს სასლა. Bicho. ლევან, მე მგონი საქართველოს YouTube-ის ისტორიაში საუკეთესო ვიდეო იქნება. ვიდეო არ ვიცი რა იქნება, მაგრამ წერა რომ საუკეთესოა ვიცი ჩემო ძმა. ესეთი წერა, ესეთი მასშტაბით მეეჭება იმის. მეც მეეჭება. რამე არ გამიგია ყოველთვის. ყინულიდან გვიჭერია სხვათა შორის, მაგრამ ამდენი მაინც არ გვიჭერია ესეთი რომ. რა, შეთები არ. კოტრია. ახლოდან რო იღებს ხანერად იცის. ჩვენ ქვეშა იყო. ქვეშა არა, მაგრამ არა. ასე? ბრავო. ბომბორა. მორი. ჩემი დიდია. შენი უფრო დიდია. უფ. ლუდის დროა. კი. ნამდვილად ლუდის დროა. საღამოს პირია და ჩანო მეოთხე კოპს გაჩავს. კაი, მე კორჩილასზე გადავერთვები, თქოდის ნებართი. არა და შევთანხმდით, რომ თუ კონკრეტული ჩარტყმა არ გექნება ქორჩილის, ეგ იქნება აი ესეთი რა, ეგ იქნება კობრი და არ უნდა დაუპაცეჭკო და მაინც დაუპაცეჭკა და დაჭდა კობრზე. აშკარა ქორჩილას უსხო, ანუ ჩვეულებრივ მკვეთრი ჩარტყმა აქვს და ხვდები და კობრზე გადატარება აი ესეთია რა, მორზე რო გადაატარო, ეგეთი ვარიანტია. აი გადავატარე კობრზე. მართლა გეუბნები. ეხა დაარტყავს, იცი? კობრების მერე დგანან ქორჩილები. 3 კობრი დავაპარკინგეთ, 4 კობრი დავაპარკინგეთ. მაგრამ ქორჩილის ჭერას არაფერი ჯობია. არა. ქორჩილის ჭერას არაფერი ჯობია. შენ ერთი ფერი გაქვს ეგრატლინი? მე ორი წამოვიღე და ორივე მუშაობს. მაგარი მუშაობს. ბიჭო, ყველა ტოლირუა რა. სტანდარტული 45, 44. 40-ზე ნაკლები არ ყოფილა. 40-ზე ნაკლები არ ყოფილა რა. არ ვიცი, რამდენი გავიჭირეთ ჩანა. კეთი კონცენტრაცია დიდი თევზის არ ვი რა. ნახე როგორ ახერხები. თავში უკვინა ეგრევე გადასამსხვრევი. ორა პატარა ის კონია რა ქორჩილა და ჭამს. ხო რა. თავისი ნაშიერი. ყინულზე უნდა მოვაკითხოთ ამებს, მაგიტომაც უშვებთ. გადაუნა ჯოხი. ჯაკალის რატლინები, რომელიც ბასისთვისაა შექმნილი, მაგრამ ამაზე ნაკლები ბასის დედავატირე რა ჯერ. ბასი არის რა, ჩვენებული. ზოლებიანი ბასი. შაორის ბასი. შაორის ბასი. მოდი, აღარ მინდა ახლა. ფორსირება მინდა, რომ ცოტა მეტი მოვასწრო და ღამებამდე. აი ესეთი ამბავი. აი ესეთი ქორწია. აი რა გამოიტანა.
აი აქედან შევაპარკინგებ. დავай. მე აღარ ვიცი უკვე. ნახევარი საათი გვაქვს და გავიქცეთ. ოპა. ცოტა რომ მოდუნდები და გამოგაფხიზლოს ისეთ ზუბა გუნდეს ბიჭო. რა სურთხავს შეიძლება. სილიკონს ესე არ ურტყავს, მაგრამ თან რა შავია ნახე. ეს რაღაცა მუქია. მუქი ფერია. გავვლატავ. კილოიან, ეს არა კილოს 700 გრამიანი. რაღაცა დააწვრილა და. გეუნები, ვისკის პერიოდია. ვისკის დროა. ზე უკბინა ჭიქრულად და. კარგად უკბინა. რა შავია და. პრობლემები იყო. სოთა შორის ზამთარშიც შავებს ვიჭერთ ხოლმე ჩვენ თუ გახსოვს, უფრო მუქებს ვიჭერთ. შავები არის. ცირა ეგ ის არის. ფერი ეცვლებათ გონი. აქტიურობის ამბავია ვამბობ, მაგრამ ეხა ამას ცოტა ღიები რო იყო რა პასიურობის არაფერი ეთყობოდა. ზაუზე რატლის გლანდებში უშევდა ძმა. ეს ამის წორდება, რომ აი ანუ თქოლი ხოვი ჩალიცა მე და შე რო ვიჯექი და იმ ფაილს რო ავსებდი და აქედან იქამდე მოვედით, რომ ეგ სატყუარებს ყიდით და ჩვენ გვაქვს. და ვიჭერთ გიჟი და ერთ-ერთ საუკეთესო კილოს დავემთხვიეთ რა მაგ სატყუარებით ანუ. ჩვენ გვაქვს ის სატყუარები მაღაზიაში, რომელიც იჭერს. და არა რომელიც იყიდება. კი ბატონო. პირველ რიგში რომელიც იჭერს. და მაგალითიც აქ. ეგეთი ამბავია მოკლედ რა. თუ გინდა კარგი ზომის ქორჩილა უნდა ეთევზაო რატლინებით დიდი ჯოხით 21 გრამია ჩემი ჯანოსი 25 გრამიანია სერიოზული წნული სერიოზული კოჭა და გეწვევა ბედნიერება რა სილიკონი ხო რა დავა სილიკონზე დავიჭერდით ჯანო მაგრამ ნუ ესეთი აგრესიული ჩარტყმები არ ქონდა ძმა რამდენიმე და არა ეს ძალიან ხმაურია სხვანაირად საერთოდ სხვა თემაა რატლინი თევზაობის თემები ჩვენთან არ არის ჯერ ათვისებული და მე ძალიან მომწონს ვაგეუნები ალგეძე რო ვიჭირე ძალიან მომეწონა რა აი სილიკონს არ იღებდა და ამას იღებდა უფრო ანუ რაღაცა ისეთი ჭირდება აგრესიული ჭირდებოდა რაღაცა კი თან ფარგასაც მაგრამ მოწონს რატლინია მაგრამ ჩიქოლის რატლინი სულ სხვა არის რა საყვარლები ბრელოკად ჩამოვიკიდე ამას მაგარია მართლა ძალიან ლამაზია ეგ არის მზე ჩავიდა ერთსაც გადავაგდეთ და შევისმინოთ